მოგესალმებით, ეთერში ახალი ამბები 13 საათზე, მე ნინო სალუქაძე ვარ. 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა 1999 წლის 9 აპრილს გამთენისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დარბეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. პარლამენტის შენობის წინ 9 აპრილის გარდაცვლილთა მემორიალთან დილიდან ხალხმრავლობა. გარდაცვლილი გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს ხელისუფლების პირველმა პირებმა. ადგილზე იმყოფებოდნენ 9 აპრილის მოვლენების მონაწილეები და გარდაცვლილთა ოჯახის წევრები. ტრაგიკულ თარიღს ტრადიციულად პროვოკაციებისთვის იყენებენ რადიკალური ჯგუფები, რომლებიც წინა წლის მსგავსად მოქალაქეებს, მათ შორის 9 აპრილის აქციის მონაწილეებს მემორიალთან მიახლოებაში ხელს უშლიან. ჩემი კოლეგა საულმე გობრონიძე მუშაობს 9 აპრილის მემორიალთან და ის ახლა პირდაპირ ეთერში გვერდდება. მადლობა თავისუფლებისთვის. ეს არის ის მთავარი სათქმელი, რომელიც დღეს 9 აპრილის მემორიალთან გმირების ხსოვნის პატივსაცემად მოსულ თითოეულ მოქალაქეს აერთიანებს. საქართველოს 37 წლის წინ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირებს და 1989 წლის 9 აპრილის ღამეს სწორედ ამ ტერიტორიაზე რუსთაველის გამზირზე განვითარებულ უმძიმეს მოვლენებს იხსენებს. დილიდან 9 აპრილის მემორიალთან ხალხის ნაკადი აწყდება. აქ დილიდან იმყოფებოდნენ საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. მათ პატივი მიაგეს ჩვენი გმირების ხსოვნას და მემორიალი სიმბოლურად გვირგვინით შეამკეს. თარიღი, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის ერთიანობის სიმბოლოა, ტრადიციულად პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენა ქუჩის ოპოზიციასთან დაკავშირებულმა მცირერიცხოვანმა ჯგუფმა. აქ სულ ცოტა ხნის წინ, რამდენიმე წუთის წინ გმირების ხსოვნის პატივსაცემად მოვიდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და წევრები და როდესაც ისინი მედიისთვის კომენტარს აკეთებდნენ, რამდენიმე აქტივისტი მათთან მივიდა და პროვოკაციის მოწყობას სცადა, თუმცა მათ ამ პროვოკაციის მცდელობას ადგილზევე პასუხი გასცეს თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებმა. თქვენი აზრი მერე დააფიქსიროთ, როცა კარგად მოვიდა. ხო და მაგას ნიშნავს მეც არა. პოლიციის წარმომადგენლებით გაიგე, თქვენი აზრი საერთოდ არ მაინტერესებს. შეგიძლიათ მიბრუნდეთ. გესმოდეთ, აქ არის. თქვენ ხართ მოღალატე რუსო. რუსთაველის გამზირზე შეკრებილი რადიკალური ეს მცირერიცხოვანი ჯგუფი მემორიალთან მისვლის საშუალებას არ აძლევდნენ საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის მათ, ვინც 37 წლის წინ 9 აპრილის უმძიმესი ღამის თანამონაწილეები იყვნენ. მათ სურდათ თავად გადაეწყვიტათ, ვინ მივიდოდა მემორიალთან და ვინ არა. დააზიანეს გმირების ხსოვნის პატივსაცემად მიტანილი გვირგვინები და ტრადიციულად მათი მხრიდან თავდასხმის სამიზნე გახდა ის მედია, რომელიც უბრალოდ არ მოსწონთ. თუმცა სიხარულით ხვდებოდნენ უცხო ქვეყნის ელჩებს. აქ ადგილზე 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა ევროკავშირის ელჩი, შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი კი მიესალმა რადიკალურ იმ ჯგუფს, რომლებიც მოქალაქეებს 9 აპრილის მემორიალთან მისვლის შესაძლებლობას არ აძლევდნენ. მონოს მეძახირა, რატო არ ამიცალავ? მე რას გვერდში პროცენტა, ჩვენ რას გვერდში? რას იძახი ახლა, რას გეუბნები? პრივატიზებული ყველაფერი გამაგებინეთ ხალხო. რა თქმა უნდა, ოკუპაცია მაგაზე დაობ საერთოდ კაცო, როგორ შეიძლება მაგით თქვა? ბრავლები მიგზალავ თქვენ, მე 9 აპრილის მემორიალთან მოსვლას. მამუკა ხაზარაძის და გია ბარამიძის პარტიის წევრები მე მეძახიან მონას. რა შუაშია ჩემთან არხი ქართველია და ველაპარაკები არ არიან ესენი ქართველები, ესენი არიან დასანქცირებულები, როგორც რუსები. როგორ გეკადრებათ, როგორ შეიძლება ერზე ილაპარაკო ეგეთი რამე, როგორ შეიძლება? მიგრებ თქვენ უფრო აგენტი ხართ ახლა შემოსული აქ ეს შეკითხვებს მატრებს. ნუ აი ამაზეც გეტყობათ. ხელი დასანქცირებულები არიან რუსული საქმის კეთებისთვის. თქვენ რა იცით? რა ვიცი, და ესე იგი მეც რუსეთის აგენტი ვარ, არა? უნდა განსაზღვროთ ვისაც. რა უნდა განსაზღვრო? რა შუბზე გაწერია ვინა ხარ? მე ხო არ გთხოვ ინტერვიუ. ხო და გაჩერდი მე უბრალოდ mogიწოდებ, რომ რუსებს ინტერვიუ. დაგვანებეთ თავი, ალბათო.
9 აპრილის მემორიალთან დილიდან მოქალაქეების ნაკადი არ წყდება. აქ მოდიან მათ შორის ისინიც, ვინც 37 წლის წინ განვითარებული მოვლენების თანამონაწილეები იყვნენ. მათ დღეს ჩვენთან საუბარში 9 აპრილის უმძიმესი ღამე კიდევ ერთხელ გაიხსენეს. მოვედით აქ, რომ ვიფიქროთ, ვიზეიმოთ, რაღაც საზეიმო განწყობით, მაგრამ საშინელება და მე უცებ რომ დაიძახეს, რომ შემოგვესიენ და უკვე დავიშალოთო, არავინ ფეხი არ მოვიცვალეთ, უყველა ვიდექით ესე მყარად, ხელჩაკიდებულები და მოუგდებდა მთელი ეს ზღვა ხალხი, მაგრამ ვერ გადავრჩი მეც, მძიმედ დავშავდი. 2 თვე ვიწექი საავადმყოფოში, თავს დამტრიალებდნენ ჩემი ახლობლები, მეგობრები. მაგრამ როგორღაც გამოვედი მდგომარეობიდან, მაგრამ ყოველ წელს მოვდივარ. დავტირია ჩვენს გმირებს. ტანკები აი აქედან რომ დაიძრნენ თავისუფლების მოედნიდან, ჩვენ თან გვერდში მივყვებოდით, რომ ქალები არ მოხვედრილიყო, მაგრამ სამწუხაროდ სისტემამ არ დაგვინდო. მძიმე პერიოდი იყო, რაც განიცადა უდანაშაულო და ახალგაზრდა ბავშვები შეეწყნენ თითქმის ამ დღეს. პატრიარქსაც კი არ დაუჯერეს. მათი წმინდა სულები ალბათ ილოცებენ ზეციური საქართველოსთვის. დღეს 9 აპრილია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთდროულად ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დღე. 1989 წლის 9 აპრილს განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან ზუსტად 2 წელში 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. მადლობა, პირდაპირ ეთერში საულმე გობრონიძე საუბრობდა. მადლობა თავისუფლებისთვის. 9 აპრილის ტრაგედიას სოციალურ ქსელს შეხმაურებიან პარტია ქართული ოცნება, პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, დედაქალაქის მერი და მმართველი პარტიის წევრები. ისინი 37 წლის წინ მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს იხსენებენ და მადლიერებას გამოხატავენ მათ მიმართ, ვინც 9 აპრილს უშიშრად იდგა საქართველოს თავისუფლების სადარაჯოზე და საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს დამოუკიდებლობას შესწირა. აპრილის ტრაგედია სოციალურ ქსელს შეეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყავალაშვილი აღნიშნავს, რომ 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე განვითარებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა და ქართველი ხალხის თავგანწირვამ მთელ მსოფლიოს უჩვენა, რომ ჩვენთვის ღირსება და თავისუფლება სიცოცხლეზე მაღლა დგას. 9 აპრილი გვახსენებს, რომ თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დაცვა დღესაც მტკიცე ერთობას, პასუხისმგებლობის მძაფ შეგრძნებებს და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მუდმივ ბრძოლას მოითხოვს. ამ გზის ღირსეულად გაგრძელება კი თითოეული ქართველის ვალია, წერს პრეზიდენტი. 1999 წლის 9 აპრილი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია. ერთდროულად უდიდესი ტკივილისა და დიდი გამარჯვების დღე, რომელიც ქართველი ერის თავისუფლებისთვის ბრძოლის რთულ გზაზე გარდამტეხი აღმოჩნდა. ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე კი წარუშლელი კვალი დატოვა. რუსთაველის გამზირზე განვითარებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა და ქართველი ხალხის თავგანწირვამ მთელ მსოფლიოს უჩვენა, რომ ჩვენთვის ღირსება და თავისუფლება სიცოცხლეზე მაღლა დგას. ამ ღამით განვითარებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმაც კი ვერ ჩაახშო ქართველი ერის ხმა, რომელიც დამოუკიდებლობას ითხოვდა. 9 აპრილის ღამე იქცა ეროვნული ერთიანობისა და შეუდრეკელი ბრძოლის სიმბოლოდ, რომელმაც განაპირობა ის, რომ 2 წლის შემდეგ 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. 9 აპრილი გვახსენებს, რომ თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დაცვა დღესაც მტკიცე ერთობას, პასუხისმგებლობის მძაფრ შეგრძნებასა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მუდმივ ბრძოლას მოითხოვს. ამ გზის ღირსეულად გაგრძელება კი თითოეული ქართველის ვალია. მადლობა თავისუფლებისთვის, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს, გვფარავდეს ღმერთი. ტრაგიკულ თარიღს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარეს ეხმაურება შალო პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ 9 აპრილი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია, ერთდროულად უდიდესი ტრაგედიისა და დიდი გამარჯვების დღე, რომელიც ქართველი ერის თავისუფლებისთვის ბრძოლის რთულ გზაზე გარდამტეხი აღმოჩნდა. დამოუკიდებლობა, თავისუფლება, სუვერენობა არ არის უბრალოდ სიტყვები, ეს არის ჩვენი იდენტობა, ჩვენი ბრძოლა, შედეგი, ჩვენი აღმართული დროშა, რომელსაც ვერავინ დაგვახრევინებს, წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
ჩვენ გვაქვს 2-9 აპრილი 1999 წლის 9 აპრილის ღამე და 1991 წლის 9 აპრილის დღე. ეს ორი თარიღი განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ განუყოფლადაა ერთმანეთთან გადაჯაჭვული. 9 აპრილის ხსენებისას უპირველესად ვიხსენებთ 1999 წელს, ვინც იმ წელს მოესწრო. ახსოვს რა მასშტაბის ტრაგედია დატრიალდა, როგორ დაითრგუნა გარემო და როგორ იფეთქა საერთოდ კიბილმა და ბრაზმა. თუმცა ტრაგედიას ძალიან მალე, სულ 2 წელიწადში 1991 წლის 9 აპრილს პარლამენტის დღევანდელ სასახლეში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა მოყვა. უკვე 35 წელი არას დამოუკიდებელი სახელმწიფოს მძიმე ეკლიან და გამოცდებით სავსე გზას მიუყვებით. ამ გზაზე არაერთი შეცდომა დავუშვით, მძიმე საფასური გადავიხადეთ, არაერთხელ დავმარცხდით და წავიქეცით, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ყოველ ჯერზე წამოვდექით, არასოდეს შევეგუეთ მარცხს, ვისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე, შევიგრძნით დამოუკიდებლობის სიმძიმეც და სიტკბოც, მისი ფასიც და მისი ღირსებაც. ეს არის ჩვენი 35 წლიანი მონაგარი. 10 წლეულებს გადმოწვდა იმ ტრაგიკულ ღამეს უწმინდესი პატრიარქის გაფრთხილება, რომ საშიშროება რეალურია და ეს სიტყვები დღემდე ეკოდგეს. მისგანაც დღეს ნაკლები საშიშროებები გვემუქრება, ისინი არსად გამქრალან. საფრთხეები იცვლიან ფორმას, მაგრამ არ ქრებიან. ამავე დროს დღემდე ისმის და ქუხს სხვა სიტყვებით, რომ აღსრულდა ნება ქართველი ერისა. დამოუკიდებლობა, თავისუფლება, სუვერენობა არ არის უბრალოდ სიტყვები. ეს არის ჩვენი იდენტობა, ჩვენი ბრძოლის შედეგი, ჩვენი აღმართული დროშა, რომელსაც ვერავინ დაგვახრევინებს. ვინაიდან არასდროს დადგება დღე, როდესაც არ ვიტყვით ხმამაღლად, მტკიცედ და შეურყევლად. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს, გვფარავდეს ღმერთი. საქართველოს დამოუკიდებლობის ბრძოლაში გარდაცვლილი გმირებს სიხსენებენ რეგიონებში. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 9 აპრილის ტრაგედია გაიხსენეს ზუგდიდშიც, ისაუბრეს იმ ადამიანების თავგანწირვაზე, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის საკუთარი სიცოცხლე გაძირა. აღინიშნა, რომ 9 აპრილი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე, თუმცა ამავდროულად გამორჩეულად მნიშვნელოვანი დღეა. 1999 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს სენაკშიც. მემორიალი ყვავილებით შეამკეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. 9 აპრილს საქართველოს მოქალაქეების ერთობამ დაუდო საფუძველი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. დღეს შევიკრიბეთ ერთად ისევ, რომ გადავუხადოთ მადლობა ჩვენს გმირებს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენ ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, რისთვისაც ჩვენმა გმირებმა გაიღეს ყველაზე ძვირფასი, რაც კი გააჩნდათ საკუთარი სიცოცხლე. მინდა გითხრათ, რომ 9 აპრილი ამის შემდეგ არის როგორც დიდი ტკივილის, ასევე დიდი სიამაყის დღე, რადგან 9 აპრილს იმ ახალგაზრდები, რომლებიც შეეწინნენ, მას შემდეგ საქართველოს გაიღვიძა. ეს დღე არის როგორც უდიდესი ტკივილის, ასევე უდიდესი გამარჯვების დღე. ამ დღემ ჩვენი სამშობლო, ჩვენი ერი გააერთიანა, გააძლიერა და რამაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანა დამოუკიდებლობამდე. და ეს დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი თაობებისთვის იქნება უდიდესი მაგალითის მიმცემი. მადლობა იმ ადამიანებს, ვინც თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის ერთიანობას. მე მინდა პატივი მივაგო 9 აპრილს დაღუპულთა სულებს და მნიშვნელოვანია მათი ღვაწლი ქვეყნის წინაშე. ჩვენი ვალია მუდამ გვახსოვდეს ეს დღე და გაუფრთხილდეთ დანატოვარს. დღეს ნების შვიდეულის დიდი ხუთშაბათია. სახარების მიხედვით დიდ ხუთშაბათს უკავშირდება ზიარების საიდუმლოს დაწესება. ეკლესია იხსენებს ამ დღეს აღსრულებულ 4 უმნიშვნელოვანეს სახარებისეულ მოვლენას, მათ შორის ფეხტბანვის რიტუალს და გეცემანიის ბაღში მაცხოვრის ბოლო ლოცვას. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სამების ტაძარში წმინდა ბასილი დიდის წირვას აღასრულებს. დღეს საღამოს კი ყველა ტაძარში 12 ნების სახარება წაიკითხება. თეკლა ბესტავაშვილი გვერდდება სამებიდან პირდაპირ ეთერში. დღეს მართლმადიდებლურ სამყაროში განსაკუთრებული დღეა. მართლმადიდებელი ეკლესია ვნების შვიდეულის დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს. ეს დღე უკავშირდება განსაკუთრებულ მოვლენას, საიდუმლო სერობას. სწორედ დღევანდელ დღეს ქრისტემ უკანასკნელად შეკრიბა 12 მოციქული და დღევანდელ დღეს აკურთხა პირველად პური და ღვინო. პური ნიშნად ხორცისა და ღვინო ნიშნად სისხლისა, რომლითაც დაწესდა ზიარების საიდუმლო გზა, რომლითაც დღეს ადამიანები მაცხოვარს უკავშირდებიან. ასევე შეასრულა ფეხტბანვის რიტუალი, საკუთარი ხელებით
ვიდაბანა მოციქულებს და ეს არის სიმბოლო იმ საოცარი თავმდაბლობისა და სიყვარულის, რომელიც ადამიანებს ერთმანეთის მიმართ უნდა ჰქონდეთ. დღეს დილიდან ყველა ტაძარში მღვდელმსახურება აღესრულება, სამების საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურება აღასრულა. მეუფე შიომ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე ამ წუთებში მრევლს ქადაგებით მიმართავს. დღევანდელ დღეს ჩვენმა მაცხოვარმა იესო ქრისტემ დააწესა ზიარების საიდუმლო მოგხსენებათ ადამიანის სულის ხსნისათვის რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საიდუმლოს დაწესებას. შეიძლება ითქვას დღევანდელ დღეს არის ახალი აღთქმის დაბადების დღე, ეკლესიის დაბადების დღე, იმიტომ რომ ამ საიდუმლოს გარეშე წარმოუდგენელია ეკლესია. ყველას უსურვებ ზიარებას, უფალთან შეერთებას და ღმერთმა ყველას შეარგოს წამლად და საკურნებელად სულისა და ხორცისა. გულოცავ სრულიად საქართველოს მთელს ერს, მრავალს დაესწროს ყველა და გამთლიანებულ საქართველოში გვეცხოვრო. სიყვარული შეგვწლებოდეს, რაც მთავარია ერთმანეთის. დარიგება იყო მისგან, რომ ისევე გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე თქვენ შეგიყვარეთ. და ნუ დიდ ხუთშაბათს დაედო დასაბამი ზიარებას. ტაძარში დიდი პარასკევის ცისკარი შესრულდება და წაიკითხავენ 12 ვნების სახარებას. ასე ემზადება დღეს მრევლი აღდგომის დღესასწაულისთვის. მადლობა სამებიდან თეკლა ბესტავაშვილი საუბრობდა. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე 500 ოჯახს და 7 სოციალურ ჯგუფს სააღდგომო ამანათები გადაეცა. ამანათები ბენეფიციარებს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ მალხაზ შერგელაშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გადასცეს და დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს. დახმარება გაეწია უსინათლოთა საზოგადოებას, უფასო სასადილოს ბენეფიციარებს, სათნოების სახლს, ასევე ცხოვრების მეგზურს და ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ ორიონს. სააღდგომო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ 550 ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა. სადღესასწაულო კალათები მრავალშვილიან ოჯახებს, დედმამით ობლებს, ხანდაზმულებს, მარტოხელა მშობლებს, უფასო სასადილოსა და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებს და განსაკუთრებით შეჭირვებულ ოჯახებს გადაეცათ. სააღდგომო ტრადიციულად 550 ოჯახს გადავცემ საკვებ პროდუქტებს იმ ოჯახებს, რომლებიც საჭიროებენ სოციალურად გვერდში დგომას. წლებია ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ამ პროექტს ახორციელებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან. სწორედ გათვლილია ისეთი ოჯახების დახმარებაზე, რომლებიც არიან ზრუნველობას მოკლებული და ზრუნვა ამ ოჯახებზე მომავალშიც იქნება ჩვენი პრიორიტეტი. სოფლიო ბანკმა 2026 წლის ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. გავლენიანი ფინანსური ორგანიზაციის პროგნოზით ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ზემოქმედების, გეოპოლიტიკური დაძაბულობის და ვაჭრობის ფრაგმენტაციის გამო ევროპის და ცენტრალური აზიის განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა წელს სავარაუდოდ არსებითად შენელდება. ამის მიუხედავად მსოფლიო ბანკს საქართველოსთან მიმართებაში დადებითი პროგნოზები აქვს. 2026 წელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება. საქართველოს კონტექსტში აღნიშნულია, რომ ძლიერი ზრდა შენარჩუნდა, რაც განპირობებული იყო კერძო მოხმარებით, სამშენებლო აქტივობით და რეექსპორტით. ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს შორის უპირობო ლიდერია. გავლენიანი ფინანსური ორგანიზაციის პროგნოზით 2026 წელს მოლდოვის ეკონომიკა 1,9%-ით, უკრაინის კი 1,2%-ით განისაზღვრა. რეგიონის მდგრადობა კვლავაც განსაცდელშია. ბუნებრივი გაზის, ნავთობის და სასუქების იმპორტზე რიგი ქვეყნების დამოკიდებულების პირობებში ბევრ ქვეყანაში საჭირო იქნება კრიზისის გავლენაზე რეაგირება ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დასაცავად მიზან მიმართულ ღონისძიებებზე ფოკუსირებით. სირთულეების მიუხედავად დარგობრივი რეფორმების განხორციელება ფირმების ზრდისა და სამუშაო ადგილების შესაქმნელად ხელს შეუწყობს კრიზისის ზემოქმედების შემცირებას და აამაღლებს ეკონომიკურ მდგრადობას და დინამიზმს. 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება, ზრდა ძლიერი შენარჩუნდა, რაც განპირობებული იყო კერძო მოხმარებით, სამშენებლო აქტივობით და რეექსპორტით. 2026 წელს მსოფლიო ბანკი 5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის საქართველოში, ხოლო 2027 წელს ეკონომიკური ზრდა 5.5%-ს მიაღწევს. უნდა აღინიშნოს, რომ საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით საქართველოს ეკონომიკური ზრდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება. აქვე აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბანკმა არაერთ ქვეყანას შეუმცირა ეკონომიკური ზრდის
მაჩვენებელი საქართველოს ეკონომიკა რჩება ერთ-ერთ ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მქონე ქვეყანად. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი როგორც 2026, ისევე 2027 წელს იმაზე უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ამას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ. აღნიშნული საფუძველს გვაძლევს ის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, რომელიც საქართველოში იანვარ-თებერვლის თვეებში ფიქსირდება და კერძოდ 2 თვის განმავლობაში საშუალო ეკონომიკური ზრდა 8.4%-ში ადგენს. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში უკანონო შემოტანის ბრალდებით საბაჟო გამშვებ პუნქტ სარფის ტერიტორიაზე გერმანიისა და ირანის ორმაგი მოქალაქე დააკავა, ხოლო საბაჟო გამშვებ პუნქტ ბათუმის პორტის ტერიტორიაზე თურქეთის მოქალაქე დააკავა. დანაშაული 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის შხრეკის შედეგად სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 20 წლამდიან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ნარკოტიკული საშუალებები ამოღებულია თბილისსა და ბათუმში. საპატრულო პოლიციამ 3 პირი დააკავა. დაკავებულების პირადი საცხოვრებელი ბინების და ავტომობილების შხრეკის შედეგად ასევე სხვადასხვა ადგილებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის მეთადონი, ალფა-პვპ, გამომშრალი მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. დანაშაული 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ქვემო ქართლის პოლიციამ განზრახკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელკვალზე დააკავა. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა მამაკაცს. დაშავებული კი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნის ავადმყოფოში მოათავსეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღით დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი შეეხო ტურიზმის სექტორში გლობალურ გამოწვევებს, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება. გაიმართა დისკუსია არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე. საუბარი შეეხო ტურისტულ ბაზრებზე ერთობლივ აქტივობებს, რაც ხელს შეუწყობს ნეგატიური გავლენის შემცირებას. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორის ჩართულობით პრიორიტეტულ ტურისტულ ბაზრებზე აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას განახორციელებს. საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე მუშაობასთან ერთად დაგეგმილია შიდა ტურიზმის დამატებით სტიმულირება და ამ მიზნით კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაღრმავება. გამართეთ შეხვედრა ტურიზმის კერძო სექტორთან მსოფლიოში მიმდინარე გლობალური მოვლენებიდან გამომდინარე ვიმსჯელეთ გამოწვევებზე, მათ შორის დავსახეთ ერთობლივი გეგმები, როგორ შეიძლება რომ ტურიზმის სექტორს შედარებით ნაკლები გავლენა ჰქონდეს საქართველოში ტურიზმის სექტორს მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, მათ შორის ვისაუბრეთ ახალ მიმართულებებზე, არსებული მიმართულებებზე, ერთობლივ ღონისძიებებზე, ეს იქნება სიხშირეების დამატება, მარკეტინგული კამპანიები, B2B შეხვედრების მოწყობა. შევძელით რომ მარტის 12-15 რიცხვიდან ქონოდა 80-90%-იანი დატვირთულობა სხვადასხვა ბაზრებიდან, სადაც უფრო მეტად გავააქტიურეთ მარკეტინგი და ასევე ფასების კორექტირება მოგცა სწრაფი შედეგი. იგივე ვაპირებთ აპრილის თვეში, გამომდინარე იქიდან, რომ ჯერჯერობით არ ჩანს ამ დაძაბული ვითარების დასრულების ფაზა. 25 წლის სეზონი იყო არაჩვეულებრივი, ძალიან კარგი და ჩვენ ბევრად უკეთეს სეზონს ველოდებით 26 წლის მიუხედავად ყველაფრისას. მაინც მჯერა, რომ მიუხედავად იმ გაძვირების სასაწვავის, რომელიც ყველას ძალიან დაგვარტყა და მართლა რეალურად სერიოზული პრობლემა გახდა, მაინც სეზონი ცუდი არ იქნება. ასეთ იყო ახალი ამბები 13 საათზე, პირდაპირ ეთერში 16 საათზე დავრუნდებით, ეთერს კი ბიზნეს პოსტი გააგრძელებს.